ადგილზე იმყოფება ნიკამელიას მამა, ბატონი ანზორ მელია. ბატონო ანზორ, უნდა გკითხოთ აუცილებლად. თქვენ ხედავთ, რომ დღესაც გამოვიდა საკმაოდ ბევრი ადამიანი ქუჩაში იმ პროტესტის გამო, რომელიც მოყვა ბოლო დღეების განმავლობაში ნიკამელიას დაკავებას. რას იტყვით, რას ეტყოდით აი ამ ადამიანებს, რომლებიც აქ არიან დღეს შეკრებილები? საკმაოდ ბევრია მათი რაოდენობა, სხვადასხვა ადგილზე არის გაშლილი დღეს საპროტესტო აქციები. მე ფილარმონიიდან მოვდიოდი პარლამენტამდე და აი აგერ არიან მეგობრები, ხალხი უცნობები მოდიოდნენ და მკოცნიდნენ და დიდ მადლობას მიხვდნენ, რომ ნიკა ასეთი გავზარდე. უცნობია ხალხი მთხოვდა სელფების გადაღებას, ეს არის ბედნიერება და კიდევ ერთხელ დავწუნდი, რომ ნიკას რამხელა ავტორიტეტი და სიყვარული აქვს უბრალო ხალხში. აქ არავინ ძალით მოყვანილი არ არის, აქ არიან ძალიან ბევრი თბილისელებიც, რომლებიც მოვიდნენ, იმიტომ რომ თავისუფლება დაიცვან. ჩვენ თავისუფლების მოყვარე ხალხი ვარ და ვერ შევეგუებით ივანიშვილის ციხესიმაგრეში ცხოვრებას. მეორე ხარისხოვანი ხალხი არა ვართ. ბატონო ანზორ, ის გზავნილები, რომელიც ესმის ხელისუფლებას, საზოგადოების მხრიდან, პოლიტიკური პარტიების მხრიდან საკმაოდ მნიშვნელოვანია. რას ეტყოდით თქვენ უშუალოდ დღევანდელ ხელისუფლებას, ქართული ოცნების მთავრობას, რომელმაც თქვენი შვილი ნიკამელია და პოლიტიკური ლიდერი, ერთ-ერთი მთავარი ლიდერი დღეს საპატიმროში გამოკეტა? ერთი ნათელი პიროვნება იყო შედარებით მთავრობაში, გახარია და ისიც გადადგა და დარჩა ამ დინარაძეების და კობახევიძეების ამარა. მე მინდა გონს მოეგონ. არ შეიძლება ასეთი დაპირისპირება ქართულ ხალხთან. აი ხა რომ მოვდიოდი მე სამსახურიდან, ტელევიზორი ჩართული მქონდა და ერთ-ერთი დეპუტატი გამოდიოდა და ამბობდა, რომ იქო ოპოზიციური პარტიის რამოდენიმე წარმომადგენელიაო, ეს ქართველი ხალხი არ არისო. როგორ შეიძლება აი ასე დაპირისპირება ერთთან ხალხის? როგორ შეიძლება ანდა პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდევ დანიშნული არ იყო და ყველა ველოდით მის სიტყვას და მუქარით რომ დაიწყო და მეორე დღეს განახორციელა. ჩემი შვილი აიყვანა როგორც ტერორისტი. ეს იყო სამარცხვინო. როგორ უნდა იცხოვროს ამ მთავრობის წევრებმა შემდგომ, როცა არ იქნებიან სათავეში, ისინი გაიქცევიან საქართველოდან, იმიტომ რომ ქართველი ხალხი მაგათ არ აპატიებს 23-ში იმ როგორც ტერორისტის ისე აყვანა. ვინ იყვნენ ეს კიბეებზე, როგორც ვირთხები ისე მიძვრებოდნენ, სვარგის აპარატები, ისინი მიქონდათ ყველაფერი. რა იყო? ნიკა ხომ დახვდა კაცურად, ხომ აჩვენა ამათ გაკვეთილი, როგორი უნდა იყოს ქართველი ლიდერი, ხელება აწეული, მომღიმარი, ყველას აფრთხილებდა, რომ არ უნდა წინააღმდეგობა გაუწიოთ არაფერი და ჩაუვარდათ კობზი ნაცარში. ეგონათ, რომ ესენი მუშტიკრებს გაუმართავდნენ ჩვენი ბიჭები და მოხდებოდა იქ საშინელება. ბატონო ანზორ, თქვენ როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება გაიგებს აი ამ პროტესტს საზოგადოებისას და მოუწევს მათ, რომ უკან დაიხიონ და შეასრულონ ის მოთხოვნები, რომელიც აქვს აი ამდენ ადამიანს? ხელისუფლება გადასაწყვეტი ეს არაფერი არ არის. ეს არის მხოლოდ ერთი ადამიანის გადასაწყვეტი, რომელსაც ქვია ბიძინა ივანიშვილი. მაშინ წავა დათმობაზე, როდესაც უცხოეთი მაგას გაუყინავს თავის სიმდიდრეს. აი ეს ერთადერთი შველა იქნება. გააქვთ თქვენ ამის იმედი, რომ სანქციები დაიწყება? ძალიან მალე დაიწყება სანქციები. მარტო ბიძინა ივანიშვილის არა, ღარიბაშვილის სანქციებიც უნდა დაიწყოს და ბევრი ვიღაცეების.